ყველაფერი, რასაც ჩვენი ბიზნესები და მოქალაქეები შეულობენ, მიდის ბანკირების ჯიბეებში და ეს ბანკები ეკუთვნის უცხოურ კომპანიებს. ლონდონის ბირჟაზე, ასე შემდეგ. აქ დაყენებელი მმართველები არიან უბრალოდ მენეჯერები ამ ბანკების. ეს არის როგორც სარეწი მასალა, როგორც ქართული ბიზნესი, ისე ქართული მოსახლეობა, რომელიც ღატაკდება წლიდან წლამდე, ვერ ასწრებს. აი ხალხს გონია რომ ეს კრედიტი, ეს სახლი გამაყიდინა, ეს ნიფტი გამაყიდინა და ამოვისუნთქა, ვერასდროს ვერ ამოვისუნთქა. ანუ მთელი ეს საქართველოში ეს აკუმულირებული ფული ამ ხალხისგან მიდის ინგლისელების აბარა და ჩვენი ბანკირები ტრაბახობენ რომ ლონდონის ბირჟაზე დაწეროს რომ ჩვენ ყველაზე მომგებიანი ბანკი ვართ მსოფლიოში. უხრა მაგარია, როგორ გაგვეხარდა რომ ქართული ბანკები არიან ყველაზე მომგებიანი ბანკები მთელ მსოფლიოში. ეს რომ შენ შეცვალო, შენ გჭირდება გეოპოლიტიკური გადაბალანსება. ეხლა მეტყვიან, შენ ესე იგი შენ რუსეთის ქვეშ გინდა, არ მინდა ძმაო, ამ რუსეთის ქვეშ. მაგრამ მე შენ გეუბნები რომ აუცილებლად შენ არ უნდა იყო მონა, როგორც პატარა ქვეყანა, ერთ-ერთი მოთამაშის და უნდა ითამაშო მაქსიმალურად სხარტად და დიპლომატიურად ნეიტრალურ პოზიციებს.